საქართველოში მოსული უხვი ნალექის მიუხედავად იმერეთის რეგიონში დიდთოვლიანობა არ ფიქსირდება. იმერეთის გუბერნატორის თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განმარტებით ამ დროის მონაცემებით 50 სანტიმეტრამდე თოვლის საფარი მხოლოდ სამტრედიის რამდენიმე სოფელშია. შეზღუდვები არ არის გზებთან დაკავშირებით და ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ. სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გუბერნია მობილიზებულია და პრობლემების აღმოფხვრა დროულად მოხდება. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ყოველ ერთ საათში იღებს ინფორმაციას რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე. ბოლო ინფორმაციით ნალექის მხრივ სიტუაცია სტაბილური და კონტროლირებადია. თოვს მხოლოდ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ზედა სოფლებში, სადაც თოვლის საფარმა 50-60 სანტიმეტრს მიაღწია. სხვა მუნიციპალიტეტებს აღენიშნება მცირე თოვა, მაგრამ გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს აბსოლუტურად შეუფერხებლად. ელექტროენერგიის მხრივაც არანაირი პრობლემა არ აღინიშნება არც ერთ მუნიციპალიტეტებში. თავის მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია მობილიზებულია სამსახურები და ამდროულად მექანიზაციას მოყვანილია მაქსიმალურად წყობში იმისთვის, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში იმუშაონ გამართულად.